ისრაელის არაბული სახელმწიფოებიც ყველას მიმართ გამოთქვეს სამძიმარი, არ გამოუთქვიათ სამძიმარი ამერიკული მხარის მიმართ, სადაც ვიცით რომ რამდენი დაღუპული მათ შორის არის. ნუ ამას ისინი წარმოაჩენენ თითქოს როგორც სიფრთხილეს და როგორც რაღაცა მათ რაციონალური პოლიტიკის გამოვლენებად, მაგრამ აი ამ განცხადებაში კარგად შეიძლება იმის ამოკითხვა, რეალურად მათ რა აწუხებთ, რეალურად ვის უსამძიმრებენ და რა არის მათი წუხილი, ხო? ეს აიათოლას გარდაცვალება ეხა რო ეწყინათ და თითქოს ეს ამით დაიწყეს მისი განცხადება, გასაგები არის რომ მათთვის ეს დამაზიანებელია და ეს მათ აწუხებთ. რა თქმა უნდა, განცხადება არ უნდა იყოს ისეთი, რომ რაღაცა მხარე აირჩიო ან რაღაცა კონფრონტაციაში შეხვიდე ასე დროს რეგიონში. ხო, ეხლა ვინც ამას ამბობს, ისის ჩემი აზრით შეცდომას უშვებს. სიფრთხილე გჭირდება, რაციონალური მიდგომა გჭირდება და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეხლა სტრიქონებს მიღმა კარგად იკითხება და არა მარტო სტრიქონებს მიღმა, დუმილშიც კარგად იკითხება ქართული ოცნება ვის გულშემატკივრებს და სად არის. ხო, აგერ სამი კვირაა სულ გასული ეს ანზარო გადამდღუიალებული ქონდათ ირანის ფერებში, მაშინ როცა წინ დღეებში 1000-ობით ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ და ყველა მიცის მე მგონი რომ ისინი მოკავშირედ განიხილავენ ირანის რეჟიმს. აიათოლას რეჟიმს და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქმედ რეჟიმს ისინი განიხილავენ მოკავშირედ და ეს აბსოლუტურად გაუგებარი არის. განაისო განცხადების ტექსტში არის პრობლემა. პრობლემა არის მათ პოზიციონირებაში და მათ ზოგადად წარმოდგენებში გეოპოლიტიკურად როგორ უყურებენ ყველაფერს. ირანის მოქმედი რეჟიმი, რომელიც არის რუსეთის ერთ-ერთი მოკავშირე, არა მარტო უკრაინასთან ომში, არამედ ზოგადად აი ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში არის რუსეთის ერთ-ერთი მოკავშირე, არის რაღაცა წამებელი და მკვლელი რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ართმევს თავისუფლებას, უფლებებს, ცხოვრებას და სიცოცხლეს ართმევს და რეჟიმი, რომელიც ამავე დროს არის ჩვენი რეგიონისთვის დიდი დაბრკოლება, ხო, იმიტომ რომ ასეთ პირობებში მოქცეული, იზოლირებული და სანქცირებული რეჟიმი, რომელმაც თავისთავად ესე თვითონ ჩაიგდო ამ დღეში, არის პრობლემა ჩვენი რეგიონისთვის, იმიტომ რომ რეგიონი არის ფეთქებად საშიში მუდმივად და ჩვენ ყველანაირად გვაწყობს და ჩვენს ინტერესში შედის, რომ ირანი იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული სახელმწიფო, მაგრამ ეს ქართულ ოცნებას ნამდვილად არ აწყობს და ეს ყველაფერში იკითხება. ამიტომ ეხლა მათი სამძიმრის ტექსტი როგორადაც არ უნდა ყოფილიყო ფორმირებული, უფრო მწვავე იქნებოდა, ნაკლებად მწვავე. ჩემი აზრით არც არაფერი არ თქვეს მაგ სამძიმრით რეალურად. ისევ რაღაცა უცნაური, როგორ შეიძლება ისრაელს, ირანს და არაბს ერთდროულად უსამძიმრებდე ამ ამბავში, არ დაუჯერებელი ამბავია, არაფერი არ თქვეს რეალურად. მაგრამ ჩვენ ყველა კარგად ვიცით მათი პოზიცია და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის რაც შედის ახლა ივანიშვილის და ოცნების ინტერესებში, აი ამ სიტუაციაში, მათ შორის ეს არ შედის ქართული ხალხის ინტერესებში. ქართული ხალხის ინტერესში შედის თავისუფალი ირანი, სადაც არა რაღაცა ისლამისტი კლერკები კი არ მართავენ იქაურობას და ხალხს აწამებენ, არამედ დემოკრატიული და ნორმალური ხელისუფლება არის, რომელიც ატარებს ირანის ინტერესებს, რა თქმა უნდა და ამაზე საუბარი არ არის. ამოდის ირანის ინტერესებიდან, მაგრამ არის გეოპოლიტიკურად ადეკვატური მოთამაშე, რომელიც მათ შორის ჩვენთვისაც კარგი იქნება ეკონომიკურად, რეგიონისთვისაც კარგი იქნება და მთელი მსოფლიოსთვის და ივანიშვილი შეშინებულია ხა დარწმუნებულია, რომ რაც იქ ხდება, ეს არის მისთვის რაღაც ელეთ-მელეთი, იმიტომ რომ ის უფრო მეტ სიახლოვეს აღიქვამდა გარდაცვლილ აიათოლასთან, ვიდრე აღიქვამს მაგალითად მერცთან, მაკრონთან, ტრამპთან და ასე შემდეგ. კი ბატონო, ანუ სწორი მაშინ აი ქვეყნის ინტერესიდან ამოსული პოზიცია რა იქნებოდა? ანუ აიათოლას ეს ლიკვიდაცია უნდა ეზეიმა და რაღაცა რა უნდა წაგვეკითხა მაშინ? ალბათ სწორი პოზიციონირება საერთოდ იქიდან უნდა დაეწყოთ, რომ რაღაცა ჩაასკნენ სამძიმარზე ამასინათ მაშინ როცა დაძაბული იყო ურთიერთობა ირანისა და უკვე ისრაელსა და ამერიკას შორის ძალიან მწვავედ და ჩვენთვის ეხლა ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკა ეხლა კი არის დაპაუზებული სტრატეგიული პარტნიორობა ქართული ოცნების ყალობით, მაგრამ უპირველესად ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები არის. ისიც რო არის იყოს მისი ინტერესი რა არის, ჩვენი ინტერესიც ის არის, რომ ირანში ის რეჟიმი არ არსებობდეს და გასაგებია რომ კონფრონტაციაში არ უნდა შევიდეთ, გასაგებია რომ რაღაცა სიცილიის ხარხარით არ უნდა შეხვედროთ ამ ფაქტს, მაგრამ მარტო ამ განცხადებით არ იწყება ეს ამბავი, ეს იწყება ჯერ კიდევ მათი აი ამ რაღაცა ჟესტების გაკეთებიდან, როცა ჩავიდა ყობახიძე ირანში, რაღაცა დაესწრო შეკრებებს, სიკვდილი ამერიკას ოყვიროდნენ და ესეც ამ ყველაფერს ტარს უკრავდა. აი აქედან იწყება ეს პოზიციონირება, თორე ცალკე აღებული ეს განცხადება ვერ იქნება ეხლა რაღაცა პოლიტიკის ვერც მდგენელი და ვერც შემცვლელი. ხო, მე არ ვიცი ხა ამ განცხადებაში აიათოლას მაგალითად მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის, რომ აიათოლას გარდაცვალება ძალიან იდარდო და ინერვიულო. თუმცა ხო ეს განცხადება თავისუფლად ტრაგედია ესე არ იქნება, ტრაგედია არის მათი პოზიციონირება ირანის რეჟიმთან დაკავშირებით რა, რომელსაც დიდ სურათში უნდა შევხედოთ. და აი ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობთ, რომ უფრო მეტი მკაფიობა
მიღება მოუწევს მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც. ცალსახად. ეს ნახეთ ივანიშვილის პლუსი თუ იღბალი აქამდე იყო ის, რომ ყოველთვის რაღაც გაძვრებოდა, რაღაც გაურკვევლობდა. ხო და აი ამ განცხადებით ვერ გამოძვრებიან ეს სიტყვა რომ გამოვიყენო. ამ განცხადებით ნახეთ იქ ჯერ პროცესი არ დასრულებულა. იქ ეხა პროცესი როგორ დასრულება ამის მიხედვით ეხა ვნახავთ, ვერ გამოძვრებიან ვერანაირად, იმიტომ რომ გასაგები არის რომ ეხა ამერიკის ინტერესი გაზრდილი არის 1-100 ამ რეგიონის მიმართ და ეხა თან რაღაცა ირანთანაც ჩადიოდე და სიკვდილი ამერიკას ყვიროდე და თან ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას ითხოვდე, რაც მოითხოვა კობახიძემ, ხო? ნეტა აღვიდგინონ და ივანიშვილის სანქციებსაც აღარ დავეძებთო, რო თქვა. რამდენიმე დღის წინ ეს შეუთავსებელი არის. ამიტომ ეს ნაცრისფერი, ასე ვთქვათ, ზონები გეოპოლიტიკაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ქრება და ვიწროვდება და ივანიშვილის რაღაც გაწყვეტილებების მიღება მოუწევს ნებისმიერ შემთხვევაში და ეს განცხადება არაფრის თქმელი არ არის. ხო, ამ განცხადებით როგორ უნდა გამოძვრნენ? აბა, იქ ეხა რამდენიმე კვირა, რაღაცა თვეებით შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, ან რეჟიმი ჩამოიშლება, ან რაღაცა ცვლილება მოხდება ლიდერშიპში, მაგრამ ყველა ვარიანტში ის ირანი ვეღარ იქნება, რომელიც აქამდე იყო და ამერიკის ინტერესი აუცილებლად იქნება გაასმაგებული ამ რეგიონის მიმართ, ვიდრე აქამდე იყო და ივანიშვილს მოუწევს რაღაც გადაწყვეტილებების მიღება და ეს გადაწყვეტილება ეხა არ ვიცი როგორ უნდა გაუწიოს რუსეთს ანგარიში ამ სიტუაციაში, მაშინ როცა რუსეთი მთლიან შესუსტა რეგიონში და აღარ სომხეთში და აღარც აზერბაიჯანში გავლენა აღარ აქვს და ჩვენთან ეხა აღზევდეს რუსული ძალა და ამას ივანიშვილმა ხელი შეუწყოს. დუგინიცკი შეშინებულია. ხო, დუგინიცკი შეშინდება, შემდეგი ჩვენ ვიქნებით თქვენ წარმოვიდგეთ ივანიშვილი რატყეში. ამიტომ ხო, აი მოკლედ რო ვთქვა, ესე ვერ გამოძრო. ეს განცხადება არაფერი არ არის. ხა ეს გინდა გაეკეთებინა ეს განცხადება, გინდა არა. მოუწევს რაღაცის ანგარიშის გაწევა და ეს ანგარიშის გაწევა მოუწევს ამერიკული და დემოკრატიული და ევროპული ძალისთვის, რომელიც ქართული ხალხის ინტერესებს ამ შემთხვევაში ეხმიანება და ეთანხმება და არა რაღაცა გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში მხარეების არჩევა. ხო, და სხვათა შორის ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვიპროსში ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე დროინდ განხორციელებული თავდასხმის გამო ევროკავშირის მინისტრების დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ხო, ევროკავშირის ევროპულ საქმეთა მინისტრებს შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, რომელიც ორჩაბას და სამშაბათს უნდა ჩატარებულიყო კვიპროსში, თუმცა ღამით დრონმა ბრიტანეთის იქ განლაგებულ საჰაერო ბაზას დაარტყა. უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ზუსტდებაო, ამბობს კვიპროსის თავმჯდომარეობის პრეს-სპიკერი. უპილოტო საფრენის ზუსტი წარმომავლობა ამჟამად დასტურდა, დადასტურდა, რომ რესპუბლიკა თავდასხმის სამიზნე არ ყოფილაო, ესეც სხვადასხვა ზუსტად იმის გამო, რომ ესე ისტერიულად ისვრის ამბობებს ირანი გარშემო სამეზობლოში ყველგან, მაგის გამო დიდი შანსი არის, რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ჩაერთნონ აი ამ საბრძოლო მოქმედებებში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ საერთოდ რო არ ჩართულა არავინ და კი არა პირიქით სტარმერი არ აძლევდა ტრამპს მისი ბაზების გამოყენების უფლებას აი ამ ოპერაციის დროს, ეხა ირანმა ყველაფერი დაბომბა გარშემო და ესენიც უკვე იძულებული არიან ფაქტობრივად ჩაერთონ და ამიტომ ვერბალურ მხარდაჭერას გასცდეს ანუ დღეს იყო პირდაპირ რომ განიხილავდნენ რომ ჩაერთონ და ეხა თუ გაგრძელდება ეს დაბომბები და ალბათ გააგრძელებს ირანი ამას ისტერიულად მით უმეტეს მოკვეთილი თავი როცა არის რეჟიმისთვის უკვე ვინ რას აკეთებს გაუგებარია დიდი შანსია რომ ჩაერთვება ევროპელი პარტნიორების და ეს ივანიშვილისთვის კიდევ უფრო მძიმე არის იმიტომ რომ მას ვერ წარმოუდგენია თუ რაღაცა ეს ძალის დემონსტრირება შეეძლოს ევროპას ამერიკას და დემოკრატიულ სამყაროს იმიტომ რომ თელიფსონი დადო რომ თურმე ირანი რუსეთი და აშხაბადი არის, ეხლა სადაც საქართველოს ბედი წყდება და ეხლა ხვდებით რა სასაცილო არის ამ. კი ბატონო, და კიდევ ერთ საკითხზე მინდა გადავიდეთ დავით თქვენ კორუფციის მკვლევარიც ბრძანდებით და მოკლედ სანამ დედაქალაქის მერი ჩარჩა თურმე აბუ-დაბიში როგორც გაირკვა, მანამდე მის უწყებაში მივიდა საგამოძიებო უწყება და კორუფციის გამო რამდენიმე თანამშრომლის დაკავება მოხდა, ხო? თუ არ ვცდები, პირველ რიგში რას გვეტყვი იმ ფაქტთან დაკავშირებით, ანუ აი, იცით რას უნდა პრინციპში ამას ვერავინ ვერ რთული ახლა რო ვთქვა, ვერავინ ვერ განსაზღვრავდა ამის თქმას, იმიტომ რომ ეს არ იყო არავისთვის მოულოდნელობა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, არ ვიცი, თვეებით შეიძლება ანონსდებოდა, რომ შეერთებული შტატები დაიწყებდა აი ამ ოპერაციას და როდესაც არ ვიცი, პოლიტიკური ფიგურა ხარ, პარტიის გენერალური მდივანი ხარ და ასე თუ ისე უნდა გესმოდეს საგარეო პოლიტიკა, რაღაც ტიპის რისკის შემცველი იყო ბუნებრივია მოგზაურობას, რომ გეგმავისეთ ქვეყანაში, სადაც რომელიც ვიცით, რომ პირდაპირ კავშირშია, რეგიონშია და მათ შორის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის კუთხითაც შეიძლება შეიქმნას პრობლემები. რა სიტყვით ზოგადად ამ ნაწილზე და გადავიდეთ სანამ ის აბუ-დაბიშია, მანდ რომ აქ რომ მის უწყებაში უკვე თანამშრომლები სწორედ კორუფციის გამო დაიჭირეს. ზოგადად ქართული ოცნების
წევრებს და მათ შორის აი დეპუტატ ზარქუას ოჯახის ნათესავებს ამ დუბაიში და არაბულ სახელმწიფოებში წასვლა ძალიან ცუდად უმთავრდებათ ხოლმე ჭკუა ვერ ისწავლეს და ეხა კიდევ უფრო მეტად ვერ ისწავლეს, იმიტომ რომ ომი იწყებოდა და იქ წავიდნენ. ეგ სხვა შორის იმითაც აიხსნება მათ შორის, რომ როგორც ჩანს ევროპაში მათი გადაადგილება არც თუ ისე მარტივი და კომფორტულია, იმიტომ რომ ხან ვიზა სჭირდებათ, ხან რაღაც ზოგადგილეს შესვლა აკრძალული აქვს და როგორც ჩანს მართლა ეს არაბული სახელმწიფოები ერთ-ერთი ადგილია, სადაც დასასრულებლად წასვლა შეუძლია. სხვა შორის მარტო არ არის წასული, ამბობენ რომ არის წასული დეპუტატ ზარქუას დასთან და მის ქმართან ერთად, რომელიც ალექსანდრე ამისლოვის მე მგონი თავად ზარქუას ჯერ არ უშვებენ ემირატებში სწორი ინფორმაციას. ეხა მისიდაც იქ ჩარჩან, ნუ მოკლედ ეს რაღაცა ეს კლანი წასულიყო, მოილხინეს, ხო, ცოტა პოლიტიკურ უვიცობაზე მიუთითებს ეს ყველაფერი. ხა გეოპოლიტიკურ ამბავს რო თავი დავანებოთ, ისიც აღსანიშნავი იყო, რომ თბილისი საერთოდ ჩამოიქცა ლამის. ეგრო წავიდა იმ დღეს ერთი თოვლი მოვიდა და ყველაფერი გაჩერებული იყო, პარალიზებული იყო. ეგ როგორი ქალაქი არის თბილისი მის ხელში. ხო, ვიღაცა ხუმრა კიდეც მე მგონი ამერიკამ ირანს დაარტყა და ვაკე დაიბომბა. ანუ პარალიზებული მოვიდა ვაკეს და ბაგებს და ამ დროს ირანს დაარტყეს. ხო, ანუ ეს მაგრამ ის რა არის, კალაძე ცოტა უცნაურად არის. კალაძე თითქოს რაღაცა აი თეთრი ყვავივით არის ხა ქართულ ოცნებაშიც და დიდათ აი ამ იმის ნაწილად არ აღიქვამს თავს. მე მგონი პასუხისმგებლობასაც არ იღებს დიდათ იმაზე, რა განცხადება გაკეთდება, თვითონ რა უნდა თქვას, პარტიას რა პოზიცია უნდა კონდეს, ანუ კალაძე არის თეთრი ყვავივით რეალურად. თან ჯერო მალავდა თუ დააკვირდი მაგ ამბავსაც და იმიტომ იქნებ ჩამოსულიყო. მედიაში რომ ინფორმაცია გავცელდა მაგის შემდეგ რომ ინსტაგრამზე სტორი რო დადო თოვლიანი თბილისიც. თუ კარგ საქმეზე არის წასული და თუ კარგი მიზეზი არის, ეხა მან წასulis და კარგი დრო არის მან წასulis, რატომ მალავს და რატო სხვენია, ხო? არა, უკვე ვეღარ დამალავდა. ღარიბი ხალხის, ღარიბი თბილისელების მილიონერ მერს, რომელიც წავიდა დუბაიში, მაშინ როცა თბილისში იქცეოდა ყველაფერი ნალექის გამო და მეორე მხრივ რეგიონში ამერიკა ახორციელებდა უდიდეს მობილიზაციას სამხედრო ძალების. ნუ აი ცოტა რაღაც პოლიტიკური თან უვიცრობაც არის, თან რაღაც მე მგონი მართლა ის არის, რომ თითქოს ემიჯნება კიდევაც ამ რაღაცა აი ყობახიძის და აი ოცნების რაღაც აქტიობებს არ მაგასთან თანხმედრაში არ მოდის და ანგარიშს არ უწევს. ამჯერად შეცდა გამიჯნის ლოკაცია. ამჯერად შეცდა. რაც შეეხება კორუფციას, ხა რას თქვი, სხვა შორის ეს მაყურებელს მინდა ყურადღება გავუმახვილო, რომ ძველ ამბავზე კი არის საუბარი. აგერ ეხლა არის თებერვალში იყო ეს ქთამის გადაცემა, ანუ ნებართვა მისცეს სამგორის რაიონის გამგეობის ერთ-ერთმა თანამშრომლობამ მისცა ნებართვა უნებართოთ და უკანონოდ ვიღაც პირებს რო აეშენებინათ შენობა 15000 ლარი მიიღო ამისთვის ქთამის სახით და აგერ რამდენიმე კვირის ამბავი არის. ეხა ქთამი როგორც კი აიღეს, ეგრევე დაუკავებიათ. ესე იგი გუშინ თუ დღეს აუღია ეს ქთამი და ეგრევე დააკავეს. ანუ თითქოს კორუფცია აღმოფხრილი რო არის და თითქოს რო ებრძვიან კორუფციას, ამითაც კარგად ჩანს, რომ არაფერსაც არ ებრძვიან, იმიტომ რომ მიმდინარე ამბავი არის და ეხა ვიღაც სამგორის გამგეობის თანამშრომელი რო ამ ხელა ქთამს იღებს, თქვენ წარმოვიდგინეთ მასშტაბი ამ ხელა. დავით, როგორ ხდება, რომ ეს არასდროს კალაძეს არ ეხება? ჩვენ უფრო დიდი სკანდალიც გვახსოვს, ხო? იგივე ბაღების მართვის სააგენტოსთან დაკავშირებული და ამ შემთხვევაში კალაძეს რო ეკითხებოდნენ, მე რა შვაში ვარ იყო მისი კომენტარი. პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე ხდება ეს დაკავებები. ანუ მაგას ყველა ვხედავთ, მე მგონი ეჭვს არავის არ ეპარება, ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის, იმიტომ რომ არანაირი ინდიკატორი მაგის არ არის. ეგ კი არა, გაუარესდა ჩვენი მდგომარეობა კორუფციის აღქმის ინდექსში და მართლა რაღაც არც სერვისები გაუმჯობესებულა, არც ფასები გაიაფებულა, არც ბიუჯეტი შევსებულა, არაფერი არ შეცვლილა და უკეთესობისკენ, რასაც კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება გაძლევდეს. კალაძეს იმიტომ არ აკავებენ ჯერჯერობით, რომ პოლიტიკურად ეს მიზანშეწონილი არ არის, იმიტომ რომ რაღაცა კალაძესა და აი რახმებიც არის გავრცელებული ეს დადასტურებული არის სხვა წყაროდან, რომ კალაძისგან რაღაცა რესურსების ამოღება მოახერხა ივანიშვილმა და ხო, აი ეს არის მთელი ამბავი, თორე მე მაინც გონია რომ ვერ გადაურჩება კალაძე ამ ამბავს. ნახოთ, მადლობა. დავით ჟავანაძე იყო ჩვენი ეთერის სტუმარი. დღის ამბები 2-ზე ამით დასრულებულია. წინ გელოდებათ საინფორმაციო გამოშვება პირველები, რომლის დასრულების შემდეგაც შევხვდებით ერთმანეთს დროებით.